შენ თვითონ უნდა გეთქვა ცოლშვილი თუ აღარ გჭირდებოდა. საიდან მოიტანე რომ ცოლშვილი აღარ მჭირდება? და თუ რაც უფრო მეტად უარყოფ იმ ფაქტს რომ საყვარელი ყავდა, უფრო მეტად გამაღიზიანებ და უფრო მეტად შემზიზღდები. არაფერი არ მქონია ნათიასთან. ვიცი რაც გითხრეს. საღანგილეში ვიყავით ერთად. ნუ რა მოხდა? მომეწონა უბრალოდ კარგი ხალია დავმეგოგვდით და წავედით. მერე რა უნამოსო კაცი ყოფილხარ. ამდენი წელია გიცნობ და არ ვიცი თუ ეგეთი საზღარია. ბავშვებს გეფიცები თუ სექსი გქონდეს. ამჯერად. ბავშვები დავიფიცე, ნინა. ყველა მოღალატე ტყულზე ეფიცებაში რითი ხარ გამონაკლისებით. ნინა. ძალიან გთხოვ მაპატია. მართლა არა ის ხალი ჩემი საყვარელი. აბა ვინ არის? არ მოგწონს? თუ სტომატოლოგიაზე ლაპარაკობ. ხო, მომწონს, მომეწონა. ხო, ისი ხდება ხოლმე, მაგრამ რა მაგრამ, დათო, რა მაგრამ? როგორ შეგიძლია ყოველდღე მოხვიდი აქ ჭახოხბილი გამაცხელებინო, ბავშვებს აკოცო, მე მომეფერო, გასარეცხი ნასკები აბაზანაში დამიყარო და მე წახვიდე და საყვარელს მოეფერო. როგორ შეგიძლია გამაგე? მართალი ნინა. მე არა ვარ მართალი, კიდე მე არა ვარ მართალი. ეგრე მარტივად არ არის რა. შენ ხო იცი როგორ მიყვარ ხარ. მომეწონა ადამიანი, ხო ხდება ხოლმე. არაფერი სერიოზული. გადამივლის. კაი, მაშინ მე დავჭდები და წყნარად დაველოდები, როდის შენ გადაგივლის და შენი ახალი სიყვარული და იქამდე რამეს მოგიქსო, გინდა? უმრობის ხასიათზე ხარ. არა. უბრალოდ აღარ მიყვარ ხარ. ჩალაგე შენი რაღაცები და წადი. სად წავიდე, ნინა? სად უნდა წავიდე? დაფიქრე. ბავშვები შემოთ ვერ გაძლებენ. შვენივრად გაძლებენ. ზოგ ბავშვს საერთოდ არ ყავს მამა, მაგრამ შვენივრად იზრდება. მე კარები. მე დიდი ხანია დებილი გონი ვარ სახში რომ ვარ გონია რომ შენ დავიკარგები და არ დავიკარგები და ტოი ნახავ თუ დავიკარგები. არ მგონია, ნინა, არ მგონია. ვიღაც რომ მომეწონა იმას ხო არ ნიშნავს რომ ცოლშვილი არ მიყვარს. მაშინ მეც მომეწონება ვინმე და ვიცხოვროთ ესე. ხალის სხვანაირად არის მოწყობილი მაპატია ძალიან. მართლა. მაპატია რა. არა. ჩალაგე შენი რაღაცები და წადი.